Თანამშვიდობის მოგესალმებით YouTube არხზე დვალიშვილთან. დღეს ვისაუბრებთ წყალბურთის შესახებ და აქვე დავაანონსებ, რომ უახლოეს მომავალში საკმაოდ დიდ ყურადღებას დაუთმობთ წყალბურთს და განსაკუთრებით ქართულ წყალბურთში მოდით ესე დავარქვათ შემოსულ ახალ, საკმაოდ ძლიერ და ძალიან საინტერესო გუნდს აპოლოს. თუმცა ვიდრე დავიწყებდე მათზე საუბარს, აუცილებლად მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ ვინ ჩვენი მაყურებელი ხართ, უკვე იცით რა საკვირველია, რომ ჩვენი პარტნიორია კომპანია ვიტამინი, რომელთანაც თანამშრომლობთ და ვითანამშრომლებთ უახლოესი თვეების განმავლობაში და აქვე რა საკვირველია. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, იმ ადამიანს, ვისაც გაქვთ გამოწერილი YouTube არხი დვალიშვილთან და ზოგადად ჩვენი პლატფორმები. მე მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს, თქვენი ჩართულობისთვის და შესაბამისად აი იმ კომენტარებისთვის, რომელსაც თქვენ წერთ. ახლა მოდით გადავიდეთ დღევანდელ ვიდეოზე და დავიწყოთ საუბარი იმ მთავარი თემის შესახებ, რაზეც გვინდა რომ დღეს აქცენტი გავაკეთოთ და როგორც უკვე გითხარით, ეს არის წყალბურთის გუნდი აპოლო. მოკლედ დავიწყოთ საუბარი ჩვენი დღევანდელი ვიდეოს მთავარ თემაზე და როგორც უკვე დავაანონსე შესავალში, დღეს ვისაუბრებთ წყალბურთის შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ისეთი პოპულარული, როგორიც წესი დარიგით უნდა იყოს, თუმცა ნელ-ნელა ჩვენ აუცილებლად მივახცევთ იმას, რომ წყალბურთი ჩვენ ქვეყანაში გახდეს კიდევ უფრო პოპულარული, ვიდრე არის დღეს და ამის ერთ-ერთი უმთავრესი მამოძრავებელი ძალა აუცილებლად გახდება წყალბურთის გუნდი აპოლო, რომელმაც ამ რამდენიმე თვის წინ განიცადა რებრენდინგი, მოკლედ მოეწყო ძალიან დიდი და პომპეზური პრეზენტაცია, რომლის შესახებაც ჩვენ აქამდე ჩვენს წინა ვიდეოებში უკვე გიამბეთ და ამის სათავეში დგას დიმიტრი აბდუშელიშვილი. ადამიანი, რომელიც თავადაც წყალბურთთან ძალიან ახლოს არის, თავადაც თამაშობდა, ვეტერანი წყალბურთელია და შესაბამისად ამ კაცმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ განეხორციელებინა საკმარისი ინვესტიცია იმისათვის, რომ აპოლო გამხდარიყო ჯერჯერობით ერთადერთი ყველაზე დიდი კონკურენტი, ყველაზე ტიტულოვანი გუნდის თბილისის დინამოსი და ეს ასეც მოხდა. მოხდა ის, რომ ჯერ აპოლომ თბილისის დინამოს, რომელიც ყველაზე ტიტულოვანია, მოუგო გადამწყვეტ შეხვედრაში განვლილ სეზონში და წაართვა ჩემპიონობა. ანუ აპოლომ პირველად თავისი არსებობის ისტორიაში მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული. ამას მოყვა ევროთასები და მართლაც დაუვიწყარი გამოსვლა ათენში გამართულ ევრო ტურნირზე, სადაც აპოლომ თავი ძალიან კარგად წარმოაჩინა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდი სულ რამდენიმე თვის შექმნილი იყო, ბიჭებმა აბსოლუტურად ყველა შეხვედრაში ბოლომდე იბრძოლეს, ბოლომდე დაიხარჯნენ და რეალურად ის შედეგი და ამოცანა, რომელიც ჰქონდა კლუბის ხელმძღვანელობას დასახული, რომ მიეღწია აპოლოს ათენში, ეს ამოცანა წყალბურთელებმა ზედმიწევნით კარგად გადაჭრეს. მოკლედ, შედეგით ყველა კმაყოფილი იყო აბსოლუტურად ყველა იმ ვითარებით, რა ვითარებაც რეალურად კლუბის ხელმძღვანელობამ შექმნა ათენში, აი ამ სამდღიანი ევროტურნირის განმავლობაში გულისხმობ გულშემატკივრების რაოდენობას, ქართველი კომაგების აუზზე ყოფნას და იმ გულშემატკივრობას, რითიც ნამდვილად დაამახსოვრეს იქ დამსწრე საზოგადოებას თავი აპოლოს გულშემატკივრებმა. აპოლო ევროტურნირებზე გამოსვლას კვლავ განაგრძობს, თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით უკვე შემდგომ ვიდეოებში ვისაუბრებთ. იქამდე კი აუცილებლად უნდა შევეხო საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს, სადაც ბუნებრივია წლების მანძილზე ყოველთვის ჩემპიონი ხდებოდა თბილისის დინამო. მე სწორედ ამიტომ გავუსვი ხაზი იმას, რომ ქართული წყალბურთის რეალობაში დღეს აბსოლუტურად განსხვავებული სურათია. სურათი, რომელიც შექმნა აპოლომ და დინამოს რეალურად აპოლოს სახით გაუჩნდა ძალიან ძლიერი და ძალიან ღირსეული კონკურენტი. გარდა იმისა, რომ აპოლომ გავლენ სეზონში წაართვა დინამოს ჩემპიონობა, ამ მიმდინარე გათამაშებაშიც პირველი დაპირისპირება მოუგო. აპოლოს და დინამოს ორთაბრძოლები ყოველთვის იქნება ბუნებრივია ინტერესის საგანი და განსაკუთრებული დატვირთვა ექნება განსაკუთრებით წყალბურთის სამყაროში. მოკლედ, პირველი შეხვედრა მიმდინარე სეზონში, რომელიც გაიმართა, აპოლოელებმა 16-11 დაამარცხეს თბილისის დინამო
ასეთი შეხვედრა კიდევ 2 იქნება მიმდინარე ჩემპიონატში და ბუნებრივია დარჩენილ 2 შეხვედრასაც უაღრესად დიდი ინტერესი ექნება. მოდით აი ამ გუნდების დაპირისპირებას დავარქვათ მცირე ფინალი ქართულ წყალბურთში. დინამო ზოგადად ძლიერი მეტოქეა, პირველად არ მოგვია დინამოს, მაგრამ ახლა შედარებით შესუსტებულია წინა სეზონთან შედარებით, ჩვენ უფრო გაძლიერებულები ვართ წინა სეზონთან შედარებით. ძალიან კარგი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ და მთელი შემართებით ვითამაშეთ და ანგარიშზეც გამოჩნდა. მე ვფიქრობ, რომ უკეთესადაც შეიძლებოდა. მარტივი თამაში ნამდვილად არ იყო. ზემეტად რთული თამაში იყო, 16-11 გავიმარჯვეთ, მაგრამ მე მაინც გონია, რომ თამაში შესაბამისი ანგარიში არ იყო. იმიტომ რომ ძალიან დაძაბული მომენტი იყო და ყოველ მომენტ შეეძლო თამაშის ბერძის გადატეხა. ამიტომ დინამო ჩვენთვის თავარი კონკურენტი არის საქართველოს ჩემპიონატში და წინ კიდე 2 თამაში გველოდება დინამოსთან. ჯამში 3 წრე იქნება და ნახოთ, იმედი მაქვს, ესე გამარჯვებით გავაგზავნებთ. ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ დინამო თბილისთან. დინამო თბილისი საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია და ჩვენ ამ მოგებით სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე გადავინაცვლეთ. რაღაც მომენტში მოუდუნდით, რაც სუდია, მაგრამ ბოლოში მაინც ძალები მოვიკრიბეთ და რაც მნიშვნელოვანი იყო, ჩვენლის დავალება რაც იყო, შევასრულეთ და წარმატებით დავამთავრეთ ეს თამაში. First of all, I want to congratulate to my მინდა მიულოცო ჩემს გუნდს და თანაგუნდელებს გამარჯვება. სასიამოვნო თამაში იყო და შედეგითაც კმაყოფილები ვართ. მით უმეტეს ვიცით, რომ დინამოსთან დაპირისპირება ყოველთვის მნიშვნელოვანია და თითოეული ჩვენგანი ვცხოვრობთ ასეთი მატჩების მოლოდინით. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით რთული თამაში იქნებოდა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თავიდან ბოლომდე მაინც ჩვენი კონტროლით წარუმართეთ მთელი თამაში. დინამოსთან მოპოვებული პირველი გამარჯვებით ბუნებრივია ყველა კმაყოფილი იყო, როგორც წყალბურთელი, ასევე გულშემატკივარი, კლუბის ხელმძღვანელობაც. თუმცა ერთ ძალიან მნიშვნელოვან დეტალს მინდა გაუსვა ხაზი. აპოლოს თავარი მწვრთნელი დიმიტრი სტრატანი არასოდეს არ არის კმაყოფილი თავისი გუნდის თამაშით და გამონაკლისი არც ეს მატჩი იყო და ერთი დადებითი და პოზიტიური თვისება, რაც ამ ადამიანს გააჩნია, ყოველთვის ხაზს უსვავს და გულწრფელად საუბრობს იმაზე, რომ გაცილებით მეტი უნდა, რომ გააკეთოს მისმა გუნდმა, გაცილებით მეტ სითხოვს თავისი წყალბურთელებისგან და ეს ადამიანი არის ძალიან მიზან დასახული. როდესაც მე ვსაუბრობ იმაზე, რომ გულწრფელად ამბობს და აღიარებს თავის შეცდომებს, ეს სხვათა შორის ძალიან იშვიათი მოვლენაა, არა მარტო წყალბურთში, არამედ ზოგადად ქართულ სპორტში, იმიტომ რომ თითოეულმა ჩვენგანმა ვიცით, რომ თავის შეცდომების აღიარება არავის არ უყვარს. თუმცა ამ შემთხვევაში აპოლოს თავარი მწვრთნელი რადიკალურად განსხვავებულია ბევრი სხვა სპეციალისტისგან, არა მარტო წყალბურთში, არამედ სპორტის სხვადასხვა სახეობებში და იგი მუდმივად ხაზს უსვავს იმას, რომ გუნდი უნდა იდგეს განვითარების გზაზე და მათ, როგორც მას, ასევე ხელმძღვანელობას და ასევე მოთამაშეებს მოუწევთ ძალიან დიდი შრომა იმ მიზნის მისაღწევად, რა მიზანიც აქვთ მათ დასახული კლუბის ხელმძღვანელობისგან და კლუბის მფლობელებისგან. თუმცა აქაც შეგვიძლია მოვისმინოთ აპოლოს თავარი მწვრთნელის ძალიან საინტერესო და რაც თავარია საქმიანი კომენტარი. თამაშის დასკვნითი ნაწილი ცოტა სანერვიულო გამოდგა და ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ, რათა შიდა სამზარეულოში მოვაგვაროთ ის პრობლემები, რაც დავინახეთ. თუმცა თამაშის დასაწყისი და შუა მონაკვეთი ცუდი არ იყო. როდესაც გაქვს 3, 4, 5 ბურთიანი უპირატესობა, თითქოს დუნდები, რაც კარგი არ არის და ამის გაკონტროლება აუცილებელია, რაც საბოლოო ჯამში მოახერხეთ. მთლიანობაში მინდა მეტოქეს, თბილისის დინამოს მადლობა უთხრა. კარგად ითამაშეს, განსაკუთრებით საწყის და დასკვნით ნაწილში. და მადლობა ტრიბუნაზე მოსულ გულშემატკივარსაც, რომელმაც აპოლოსაც უქომაგა, დინამოსაც და ამითი სადღესასწაულო განწყობა შექმნა. რაც შეეხება შემადგენლობას, აუცილებლად მინდა ამაზე გავამახვილო ყურადღება. პირადად ჩვენი არხი, YouTube არხი დვალიშულთან იმყოფებოდა ათენში ევროტურნირების განმავლობაში და ძალიან მარტივია და გაცილებით უკეთესია ხედვა ვითარების, როდესაც იმყოფები ადგილზე და არა ეკრანიდან ადევნებ თვალს და მე გარწმუნებთ, ვინ ჩვენი გამომწერები ხართ, რომ
ძალიან კარგი, პოზიტიური და დადებითი განწყობაა გუნდის შემადგენლობაში და რატო უსვავ ამ ყველაფერს ხაზს. აპოლოს რიგებში ბევრი ქართველია, ბევრი სერბია, არიან კიდევ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები, თუმცა ყველა ერთიანად იბრძვის ერთი მიზნისთვის და რაც ყველაზე მისასალმებელი და დადებითია, არ ვიცი ეს რანაირად მოახერხა აპოლოს ხელმძღვანელობამ, მაგრამ გუნდი ცხოვრობს როგორც ერთი ორგანიზმი და როგორც ერთი ოჯახი. ამ გუნდის სრულფასოვანი წევრია ფუქსანოვიჩი, ერთ-ერთი გამორჩეული წყალბურთელი აპოლოს რიგებში. სხვათა შორის ფუქსანოვიჩმა ძალიან სერიოზული ტრავმა მიიღო ათენის ტურში, როდესაც ევროტურნირებს თამაშობდა აპოლო და მას დაახლოებით 2-3 კვირა გაუცდა ნეკნის მოტეხილობიდან გამომდინარე. ფუქსანოვიჩი უკვე დაუბრუნდა შემადგენლობას, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ ძალიან შორს არის ეს მოთამაშე ოპტიმალური ფორმისგან და ამაზე აქცენტები გაკეთდა დინამოსთან შეხვედრის შემდეგაც და რატომ ჯერ ფუქსანოვიჩს სჭირდება კიდევ სათამაშო ფორმის ადგენა და თავისთავად ცხადია, როდესაც ასეთ მძიმე ტრავმას იღებ, გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემებიც არსებობს, თუმცა მე ღრმად მწამს, რომ ეს პრობლემები ძალიან მალე გადაილახება და შესაბამისად ფუქსანოვიჩის ყველა პრობლემა ჩაივლის და ეს მოთამაშე დაიბრუნებს იმ ფორმას, რა ფორმითაც ჩვენ ვნახეთ ათენის მატჩებზე და ამაზე აქცენტს აკეთებს აპოლოს მთავარი ექიმიც. ფუქსანოვიჩი რამდენიმე დღეა რაც დაგვიბრუნდა, ჩაერთო გუნდთან ერთად აქტიურ ვარჯიშში, ნელ-ნელა შედის ფორმაში. გუნდში ტრავმები ნაკლებად გვაქვს, მიკროტრაუმები აღენიშნებათ ბიჭებს, მაგრამ ეს არ უშლით ხელს, რომ იყვნენ ოპტიმალურ ფორმაში. მომდევნო მატჩებისთვისაც ბიჭები 100%-ით მზად არიან, ამ თამაშების შემდგომ მიკროტრაუმებს მიეხედება მაქსიმალურად, გაუკეთდებათ აღდგენითი პროცესები და მაქსიმალურად მზად იქნებიან შემდეგი მატჩებისთვის. მოკლედ, აი ასეთია ვითარება წყალბურთის გუნდ აპოლოს ირგვლივ და აპოლოში, როგორც სამედიცინო კუთხით, ასევე საცნელი და სავარჯიშო და სათამაშო კუთხით და შესაბამისად ჩვენ აი ამ მოკლე ვიდეოში შევეცადეთ მიმოგვეხილა ეს ბოლო დღეების განმავლობაში აპოლოს ირგვლივ არსებული ვითარება და ერთ-ერთი უმთავრესი და განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი მათთვის იყო განვლილი უქმე დღეები, როდესაც აპოლომ 16-11 დაამარცხა თბილისის დინამო, გუნდი, რომელიც ყველაზე ტიტულოვანია ქართულ წყალბურთში, მაგრამ დღეს უკვე, როგორც უკვე აღვნიშნე, ქართულ წყალბურთში სულ სხვა ვითარების წინაშე ვიმყოფებით და მინიმუმ 2 ძალიან ძლიერი გუნდი გვყავს. დინამო და აპოლო, რომელიც მომდევნო შეხვედრებშიც არავის არაფერს დაუთმობს და ბუნებრივია შეეცდება საქართველოს ჩემპიონის ტიტულის დაცვას და მე ღრმად მწამს, რომ აპოლოს როგორც ხელმძღვანელობას, ასევე წყალბურთელებს შესწევთ ძალა იმისა, რომ ეს ტიტული სათანადოდ დაიცვან. ეს იყო თბილისური დერბი დინამოსა და აპოლოს შორის. და ყოველთვის ეს თამაში არის დაძაბული, რაც აპოლო გამოვიდა ასპარეზზე. მაისი ქონდა ბოლოს დინამოსთან შეხვედრა და 6 თვეა ველოდებით მორიგ შეხვედრას, რომელიც დღეს იყო, გავიმარჯვეთ 16-11. როგორც მოსალოდნელი იყო თამაში, იყო ძალიან დაძაბული, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, ასევე გავიმარჯვეთ. და ვიტყოდი, რომ დამაჯერებულ. ძალიან კმაყოფილები ვართ და მეტის მოლოდინი გვაქვს მომავალში. დღეისათვის სულ ეს იყო, თუმცა ვიდრე დაგემშვიდობებით, აუცილებლად მინდა გითხრათ, რომ დღეს წყალბურთი მართალია არ არის ისეთი პოპულარული, როგორც სპორტის სხვა სახეობები, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ მეტი ყურადღება დაუთმოთ წყალბურთის განვითარებას და წყალბურთის პოპულარიზაციას. განსაკუთრებით კი აპოლოს შემთხვევას ვგულისხმობ, რადგან ჩვენ გეგმავთ ამ კლუბთან თანამშრომლობაც საკმაოდ დიდი დოზით და მე აქვე დავაანონსებ, რომ უახლოეს თვეების განმავლობაში ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით კიდევ უფრო ზედმიწევნით კარგად და ზედმიწევნით ახლოს გაგაცნოთ ამ კლუბის ისტორია, ამ კლუბის მოთამაშეები, ხელმძღვანელობა, შემოგთავაზოთ ინტერვიუები, ძალიან საინტერესო ვიდეოები,
ასევე ბლიც ინტერვიუები, სიუჟეტები ყველა იმ ადამიანის შესახებ, რომელიც მუშაობს და იბრძვის მაღალი მიზნებისთვის აპოლოს სახელით. მადლობა თქვენ რომ იყავით ჩვენთან ერთად და რასაკვირველია, მადლობა კომპანია ვიტამინს, რომელიც ჩვენი პარტნიორია. გემშვიდობებით მომდევნო ვიდეომდე. ნახვამდის.